რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად. ერთობლივი ინიციატივით გამოვიდა. ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს მიკროსაფინანსო სექტორის მონაწილეთა ქცევის სტანდარტებს, სოციალურ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაცვას. ეთიკის პრინციპების ეფექტური მუშაობისთვის ასოციაციის გამგეობამ დააფუძნა ეთიკის სოციალური ზემოქმედების კომიტეტი. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი იქნება მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და ორგანიზაცია კრისტალის სამართალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე, ასევე ბატონი მამუკა მაისურაძე, ბანკი ფინკას უფროსი ოპერაციული ოფიცერი და ასოციაციის ეთიკისა და სოციალური ზეგავლენის კომიტეტის წევრი. მოგესალმებით ბატონო არჩილ, ბატონო მამუკა, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ ეთიკის კოდექსზე საუბარი. ბატონო არჩილ, პირველი კითხვით თქვენთან გადმოვალ, რა ღონისძიებები უძღოდა წინ ეთიკის კოდექსის შემუშავებას, რა გახდა მისი შექმნის ძირითადი მიზეზი? გამარჯობა ქალბატონო სოფიო, მივესალმები თქვენს მსმენელებს, ბატონ მამუკას, რა თქმა უნდა, და მოგახსენებთ მოკლედ რომ ჩვენი ასოციაციის ეთიკის კოდექსის შექმნას წინ უძღოდა ერთწლიანი მუშაობა, აღნიშნული საკითხის გააზრება, თუმცა ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ რაღაც ძალისხმევა უნდა გამოგვეჩინა, უნდა გვეღონა რამე, რათა ჩვენი ორგანიზაციები რაღაცნაირად გამოგვეცალკავებინა ზოგადად ფინანსური სექტორისაგან, მათ შორის არაფორმალურ სექტორისაგან და გვეზრუნა ჩვენს რეპუტაციაზე. ჩვენს ასოციაციაში გაწევრიანებულები არიან ორგანიზაციები, მათ შორის მიკროსაფინანსო ყავსასა კომერციული ბანკი, ბატონი მამუკა ბანკის წარმომადგენელია, ფიკა ბანკის. ჩვენი ორგანიზაციების სტანდარტები ითვალისწინებს ისეთ თემებს, როგორიც არის მომხმარებლების დაცვა და სხვა თემებს. სწორედ აღნიშნული საკითხები იქნა ასახული ეთიკის კოდექსში და აღნიშნული ეთიკის კოდექსით ორგანიზაციებმა მოხდენეს იმის დეკლარირება, თუ რა მომსახურების სტანდარტებს დაიცავენ ისინი თავის საქმიანობაში. შესაბამისად, ჩვენს ეთიკის კოდექსში აისახა არა მხოლოდ მომხმარებლების თემები, არამედ სხვა თემები, როგორიც არის გარემოზე ზრუნვა, თანამშრომლებზე ზრუნვა, სახელმწიფოსთან სამართლიანი ურთიერთობა, მაგრამ ძირითადში რა თქმა უნდა ის მიეძღვნა მომხმარებლების უფლებებს. ამაზე ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ აუცილებლად და ბატონო მამუკა, თუ შეიძლება რომ გითხრათ, რამდენი ორგანიზაციაა გაწევრიანებული საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციაში და როგორ მოხდა საერთო სტანდარტების შემუშავება ეთიკის კოდექსისთვის? მოგესალმებით ქალბატონო სოფიო, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ასოციაციაში არის გაწევრიანებული 18 წევრი და მეორე კითხვა იყო როგორ მოხდა საერთო სტანდარტების შემუშავება ეთიკის კოდექსისთვის, რა გაითვალისწინეთ, რომელი ქვეყნის გამოცდილება თუ იყო საერთაშორისო გამოცდილება გათვალისწინებული? საინტერესო კითხვა. პრინციპში პროცესი ისე წარიმართა, როგორც ზოგადად უნდა წარიმართოს ასეთი ქცევის კოდექსის, ეთიკის ქცევის კოდექსის შემუშავების დროს, ანუ მქონდა რამოდენიმე თემატური შეხვედრა, მქონდა რამოდენიმე შეხვედრა ორგანიზაციებს, ინიციატორებს ორგანიზაციებს და შესაბამისად საბოლოო ჯამში შევთანხმდით იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც არის საერთაშორისო აღიარებული. ეს პრინციპები არის ეგრეთ წოდებული smart campaign-ის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უფრო დეტალურად და არის მსოფლიოში ყველაზე მეტად აპრობირებული მეთოდოლოგია, რაც არსებობს ახლა დღესდღეობით. ბატონო არჩილ, თუ შეიძლება უფრო დეტალურად რო აგვიხსნათ პუნქტები, რომელი პუნქტი რას ემსახურება და რას გულისხმობს. ასევე მინდა ვისაუბროთ იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ხელისმომწერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ერთგვარად ვალდებულებას იღებენ, რომ ეს საერთაშორისო გამოცდილების სტანდარტები დაიცვან და შემდეგ უკვე ვისაუბროთ თუ როგორ მოხდება საჩივრების განხილვა. ჯერჯერობით ვისაუბროთ პუნქტებზე, რა პუნქტები უნდა დაიცვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, მოკლედ რომ აგვიხსნათ ბატონო არჩილ. კი ბატონო, მთავარი მიზანი ყველა ამ ნორმისა, რომელიც აისახა ეთიკის კოდექსში, არის ის, რომ თავიდან ავეცილოთ მომხმარებლის მძიმე მდგომარეობის ჩაყენება. ისაც თქვენი გადაცემა ემსახურება იმ ცოდნას, რომელსაც თქვენ ავრცელებთ და გარკვეულწილად ეხმარებით მოქალაქეებს, რომ მათ თავიდანვე გაითვალისწინონ
ის საჭიროებები, ის თემები, რომელიც მათ მომავალში აცილებს სირთულებს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ეთიკის კოდექსიც. შესაბამისად, ამ ურთიერთობაში გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ორივე მხარეს აქვს ვალდებულება. რა თქმა უნდა, ვალდებულება მსესხებლის არის, რომ მან იცოდეს თავისი კონტექსტი და თავისი მდგომარეობა და პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ გარიგებას, მაგრამ ამავე დროს არსებობს თვითონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბანკის, ანუ დამკრედიტებელი ორგანიზაციის ვალდებულება. და ის გამოიხატება შემდეგ პუნქტებში. მე მხოლოდ ჩამოვთე და შემდეგ თუმნებავთ ჩავღრმავდები. პირველი თემა, რომელსაც ჩვენი ეთიკის კოდექსი მოიცავს, არის პროდუქტის დიზაინი და მიწოდება. ანუ ისეთი სასესხო პროდუქტის მიწოდება, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლების საჭიროებებს და რეალობებს. ისეთ ვალუტაში, ისეთი გადახდის გრაფიკით, ისეთი ფორმით, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს და არა ხელს შეუშლის და მას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს. აი ამ პუნქტში ბოდიში ჩაგეჭრებით კითხვა გამიჩნდა, რამდენად არის გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად ხაზს უსმოვენ იმას, რომ დეკლარირებული, ანუ რეკლამით გადაცემული პროცენტი ხშირად განსხვავდება რეალური საპროცენტო განაკვეთისგან. აი ამას თუ ეხება ეს პუნქტი. ამ თქვენს მიერ დასმულ პრობლემას ეზღუნება მესამე პუნქტი, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალობას. მაშასადამე ორგანიზაციები იღებენ ვალდებულებას გამჭვირვალედ გასაგებად მიაწოდონ მომხმარებელს მათი სესხის პირობები. ეს შეეხება როგორც საპროცენტო განაკვეთს, ასევე სხვა პირობებს, რომელიც მნიშვნელოვანია მომხმარებლებისათვის. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ გზას, როცა მომხმარებელმა ზუსტად იცის რას იღებს და გვირჩევნია, რომ მომხმარებელი თავიდანვე ინფორმირებული იყოს და იყოს ბოლომდე ჩაწვდეს იმ სასესხო პროდუქტს, რომელსაც ის. მეორე პუნქტი რას ეხება? მეორე პუნქტი ეხება ძალზე მტკივნეულ თემას, რომლის შესახებ თქვენგან არაერთხელ მოგვისმენია, თქვენი ისტორიები და მოგვისმენია, ეს ეხება ჭარბვალიანობას. ანუ მომხმარებლის ჭარბი ვალდებულებით დატვირთვის პრობლემას. რასაც ხშირად ვხედავთ, იმიტომ რომ ბაზარზე გვაქვს ყველანაირი პრაქტიკა, მათ შორის დაწებლური დაკრეტების პრაქტიკა და ჩვენ ყველანაირად ვემიჯნებით ამ პრაქტიკას, რომელიც მევახშეობა ქვია. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ პროფესიონალური და პასუხისმგებლიანი სექტორი, რომელიც სრულიად სხვა მიდგომით და სხვა სტანდარტით უდგებით ამ თემას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ ადამიანის ან ფიზიკური თუ იურიდიული პირის გადახდის უნარიანობა, დავწუნდეთ მასში, გავაკეთოთ ეს საქმე ხარისხიანად და მხოლოდ ამის შემდეგ მას მივცეთ სესხი ადეკვატური და შესაბამისი. აი ზუსტად ეს ძალიან მაინტერესებს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება ამ პუნქტის დაცვა უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული პუნქტი არის, როგორ შეძლებთ ასეთ შემთხვევაში დაიცვათ როგორც კომპანიის, ასევე მომხმარებლის ინტერესები. ბატონო მამუკა, თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ. პრინციპში მე გეტყვით ფინკა ბანკი საქართველოს რას აკეთებს ამისთვის და იმაზე რაზეც თქვენც წევრი ბანკი ძანდებით ამ ასოციაციის. პრინციპში ჩვენ გვაქვს საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც ამას მკაცრად განსაზღვრავს, რაც ბატონო მარჩელმა ისაუბრა პრინციპში ის რომ საბოლოო ჯამში სესხებელმა არა იყოს უფრო იმაზე მეტი სესხი რამდენის გადახდის საშუალებაც აქვს. ჩვენ ამას მკაცრად ვაკონტროლებთ და ეს არის ჩვენ მისიაში, რომ ეს არ მოხდეს. აქედან გამომდინარე ეს არის გარანტი ჩვენი საკრედიტო პოლიტიკა იმის, რომ ჩვენი მხრიდან ეს არ მოხდება და ზუსტად ჩვენი ინიციატივა, რომ შემდგარიყო ეს ქცევის კოდექსი და გაერთიანებული იყო რამოდენიმე ორგანიზაცია, ზუსტად იყო იმაში, რომ ყველა ამ ორგანიზაციამ შექმნას ასეთი საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც დაიცავს მომხმარებლებთა უფლებებს. დიახ, თქვათ შემოწდარი ამ ქვეყნად არავინ არ არის და კრედიტ ოფიცერმა რაღაც შეცდომა დაუშვა. ამ შემთხვევაში თუ შეიძლება რომ მოკლედ გითხრათ და ვცვლათ მე უფრო რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ, რა უნდა გაკეთდეს? უნდა მომართოს თქვენს, ასე ვთქვათ, ორგანიზაციას და თქვენს ბანკში უბრალოდ უნდა განიხილოს ეს საჩივარი, თუ უნდა მიმართოს პირდაპირ იმ კომიტეტს, რომელიც წევრის თქვენ ბრძანდებით? კი ბატონო, კარგი კითხვაა. ჩვენ კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციას აქვს ცხელი ხაზი და ამის რეკლამირებას უწევთ და ჩვენ სესხებლებს, ჩვენ კლიენტებს შეუძლიათ უპრობლემოდ მოგმართონ
როგორც ფილიალებში, ასევე სათავო ოფისში და დააფიქსირონ თავიანთი პრობლემის არსი და ჩვენ გვაქვს პრობლემების განხილვის კომიტეტი, რომელშიც მე პირადად მონაწილეობას ვიღებ იმდენად რამდენადაც ეს ძალიან უზრუნველყოფილი თემაა ჩემთვის და ამიტომ მე თვითონ ვიღებ ამაში მონაწილეობას და დამერწმუნეთ რომ ჩვენ ვიღებთ ყოველთვის ობიექტურ გადაწყვეტილებებს, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში სხვა ორგანიზაციებზე უფრო დეტალურად შემდეგ ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად და ბატონო არჩილ გავაგრძელოთ შემდეგი პუნქტების განხილვა. რა პუნქტებს ვთავაზობ შემდეგ ეთიკის კოდექსი და რას ნიშნავს? ჭარბვალიანობა გავიარეთ მე მგონი უკვე. დიახ, ჭარბვალიანობა რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი თემა გავიარეთ, ვახსენეთ გამჭირვალობა და კონტრაქტის გასაგები ფორმით წარმოდგენა, მოხდეს იმის გარკვევა თუ რასთან ხდება ეს. იმიტომ რომ სესხი უნდა გახსოვდეს გახლავთ გარიგება როცა მომხმარებელი მოქალაქე უფლებას აძლევს საკრედიტო ორგანიზაციას მოითხოვოს მისი შემოსავალი მომავალში. ხო, ანუ თქვენ აძლევთ უფლებას სხვას დაეუფლოს თქვენს მომავალ შემოსავალს. ხოლო თუ თქვენ ამ პირობას ასე თქვა დაარღვევთ, იმ ხარეს აძლევთ უფლებას დაეუფლოს თქვენს მიერ უზრუნველყოფაში ჩადებულ ქონებას. ამიტომ ეს ძალიან სერიოზული მომენტი, მოხარებელები უნდა კარგად ერკვეოდნენ ამ მომენტში და უნდა ითვალისწინებდნენ ამას შესაძლებლობის დროს. ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თავის კრედიტ ოფიცერს ავალდებულებს, რომ მომხმარებელს კარგად აუხსნას რისკები, მე როგორც მოვხვდი. დიახ, და ამავე დროს უდგენს იმ ნორმებს, რომელთაც მას შეუძლია მაქსიმალური სასწაულების განსაზღვრა. ეს ნორმები დამოკიდებულია როგორც წესი არა მარტო მომხმარებლის, არამედ მისი ოჯახის საერთო შემოსავალსა და ხარჯებთან და ის რაც შემდეგ არსებობს შემოსავალის, ხო, წმინდა შემოსავალის რა ნაწილი შეიძლება იყოს სესხი. ისე რომ თავიდან იყოს გასაგები რამდენად როგორ თვირთად დააწვევა ამ სესხის გადახდა აღნიშნულ ოჯახს. თუ ორგანიზაცია მას აკეთებს, ყველაფერი რიგზეა, რა თქმა უნდა, არსებობს შესწავლის ალბათობა, მაგრამ მთავარია რომ ორგანიზაციის პოლიტიკა და მისი შიდა კონტროლის სისტემა იყოს ისე მომართული, რომ ეს არ იყოს ყოველდღიური ქცევა, ხო? შეიძლება 100-ში ერთხელ რომელიღაც საკრედიტო ოფიცერი ან შეცდეს, ან თქვათ არასწორად აწონდაწონოს, მაგრამ მთავარია რომ მიდგომა ორგანიზაციისა იყოს სწორი და რა თქმა უნდა ორგანიზაცია თავიდან ბოლომდე მისი ხელმძღვანელობიდან დაწყებული ყველაზე ქვედა დონის დამშრომლებამდე კარგად იზიარებდნენ ამ პრინციპს, რომ ავიცილოთ მომხმარებლების ჭარბვალიანობა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით ეს ეთიკის კოდექსი და პუნქტები და იმიტომ რომ საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა რასაც არ არეგულირებს კანონი და კანონით არ არის აკრძალული, შეიძლება თავზნება მივიცეთ და გავაკეთოთ. ზუსტად ამას ემსახურება, რომ დანარჩენი პუნქტები ზუსტად მსმენელს მინდა აუხსნა, რომელიც არ რეგულირდება კანონით, უნდა დარეგულირდეს ეთიკის კოდექსით და ეს კითხვა გამიშთა მე ბატონო არჩილ, თუ შეიძლება შემდგომში ვთქვათ პრაქტიკიდან გამომდინარე უკვე პუნქტების ჩამატება მოხდეს ამ ეთიკის კოდექსში. დიახ, მე ვისარგებლებ ამ შეკითხვით და ვიტყვი რომ ეს დოკუმენტი არის დინამიური დოკუმენტი, რომელიც მინიმუმ წელიწადში ერთხელ გადაიხედება, გამდიდრდება და ის მოგცემს საშუალებას ავსახოთ რეალობები, ხო? ჩვენ მართალი თქვა ბატონო მამუკამ რომ დავიყდანით საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ქართული რეალობებით გამოდით ეს დოკუმენტი და ის ასახავს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსაც. ამიტომ ყოველთვის ჩვენ გვექნება კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გავამდიდებთ, შევცვლით და ასე ვთქვათ ცოცხალ რაღაც პროცესად ვაქცევთ ამ ეთიკის კოდექსს. ერთ-ერთი საინტერესო პუნქტი, რომელსაც მე ასევე მინდა თქვენი ყურადღება მოვიპყრო, გახლავთ სამართლიანი და თავაზიანი მოპყრობა მომხმარებლების მიმართ. აღნიშნული პრინციპი გათვალისწინებულია რა თქმა უნდა ორგანიზატორთა უმრავლესობაში, მაგრამ ჩვენ ძალზე გვინდა ასე ვთქვათ გავაძლიეროთ ეს დამოკიდებულება, რომ ორგანიზაციაში მოსულმა ადამიანმა თავი იგრძნოს მაქსიმალურად კარგად მოპყრობა ეფუძნებოდეს ღირსების პრინციპებს და რაც უნდა მცირე იყოს სესხი, ჩვენ როგორც იცით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ამ სექტორში მომუშავე ადამიანებს გვაქვს შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა და მცირე სესხებს იღებენ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რაღაც ასე ვთქვათ განსხვავებული მოპყრობის საფუძველი. ყველა კლიენტი არის თანაბრად მნიშვნელოვანი, ყველა ადამიანი არის თანაბრად ღირებული ჩვენთვის და ამიტომ ჩვენ მათ მიმართ უნდა გქონდეს თავაზიანი
ფაზიანი დამოკიდებულება. განსაკუთრებით მწვავედ ეს ჩნდება, როცა ხდება პრობლემები და მცირე შემთხვევებში, მაგრამ მაინც ხდება სესხის ამოღება საჭირო. ამ დროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები არ უნდა იყენებდნენ ამოღების აგრესიულ პრაქტიკას. აქაც ჩვენ არ უნდა ვკარგავდეთ ღირსების განცდას და რთული პრობლემები, რომელიც სესხების წინაშე დადგება, კონსენსუსით ურთიერთმოლაპარაკებით და აგრესიის გარეშე მოვაყვანოთ. დიახ, ზუსტად აი ამ პუნქტს მინდა მოვაყოლო ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც იცით, საკრედიტო ისტორიებთან ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე შეხება. ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან იყო საკმაოდ ცუდი მოპყრობა მომხმარებელთან მიმართებაში, როდესაც მოხდა ასეთი სამწუხარო ფაქტი, სესხი იყო გაცემული ბიზნეს სესხი მეუღლეზე, ეს მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ძალიან მოულოდნელად დაიღუპა და რა თქმა უნდა სესხი მემკვიდრეობით გადადის და დაეკისრა უკვე მეუღლეს. ამ სესხის გადახდა. ზუსტად ამ ხრივ იყო ძალიან უხეში მოპყრობა, როდესაც ოფიცერმა განაცხადა, რომ სასტრაფოდ უნდა დაფარულიყო სესხი, მიუხედავად მეუღლის თხოვნისა, რომ მას სახლში ძალიან დიდი ტრაგედია დაუტრიალა და ამ შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს? აი ესეთი ადამიანური მომენტების გათვალისწინება თუ მოხდება თქვენი ეთიკის კოდექსის მხრიდან. აი ეს მაინტერესებს ბატონო მამუკა. პრინციპში მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში ყველა მომხმარებელმა აიცოდეს თავიანთი უფლებები და პრინციპში ეს უფლება მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იმისა, რომ რამოდენიმე დღე და თუნდაც რამოდენიმე კვირა დაიგვიანოს გადახდა, ამისთვის არსებობს მისთვის კონტრაქტი, სადაც არის განსაზღვრული დაგვიანების დროს რა საჯარიმო სანქციები ეკისრება ამა თუ იმ კლიენტს. და ნამდვილად არავის არ აქვს უფლება ზეწოლით და მე ძალიან ჩემთვის ძალიან ამაღლებელი იყო ეს ფაქტი, რაც თქვით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ამაში შემიძლია რომ პირდაპირ დაგეთანხმოთ. ანუ ასეთი ადამიანური მომენტების გათვალისწინება ხდება თქვენი ეთიკის კოდექსის მიერ. იცით რა, ადამიანური მომენტების გათვალისწინება ზუსტად აი ეს პუნქტი, რაც მარჩინმა ახსენა, პრინციპში ზუსტად ასახავს უფრო დეტალურად თუ ნახავთ თქვა ამ კოდექს, იქ ამოიკითხავთ, რომ ეს ზუსტად ასახავს იმ кейსს, რომელიც თქვენ ახლა მოიყვანეთ იმ მაგალითს. ამიტომ არავის არ აქვს უფლება ამ შემთხვევაში ესეთ მოეპყროს ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ეს. სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვართ ხოლმე რაღაც წესების მსხვერპლი და აი ჰუმანურ მომენტებს ვერ ასე ვთქვათ ორგანიზაციები ვერ ითვალისწინებენ. ძალიან ცუდია ეს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ის ოფიცრები ორგანიზაციებისა, რომლებიც ამას აკეთებენ, რაღაც გარკვეულწილად ეშინიათ, რომ რაღაც წესი დაარღვევენ ალბათ და საბოლოო ჯამში ვიღებთ ადამიანურ ტრაგედიას. მე ვფიქრობ, ამიტომ გვჭირდება ძალზე ბევრი მუშაობა, რომ თუ ასეთი პრაქტიკა არსებობს, მომავალში მაინც არ განმეორდეს. ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშკარაა, რომ აქ არ იყოს სწორად მარტული რისკები და რომ ყოფილიყო სიცოცხლის დაზღვევა მაგალითად, ხო, ამ პროდუქტთან, ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის დიზაინში, ხო, ეს პრობლემა არ დადგებოდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქვს სიცოცხლის დაზღვევა. იცით რა, ჩვენი წევრების უდიდეს ნაწილს როგორც ვიცი, აქვთ, მაგრამ ვისაც არ აქვთ, იმათ აქვთ თავის პოლიტიკაში, რომ მათ არ მოთხოვონ იმ კლიენტს სესხის დაბრუნება, ვინც სიცოცხლის დაკარგავს. დიახ, ორი ვარიანტია, ვინც პასუხისგებლიან ბიზნესს აკეთებს, ასე ვთქვათ, ორი შემთხვევა, ერთი როგორც ბატონო მარჩენმა ახსენა, დაზღვევა, ან შინდა პოლიტიკაში გაჩერება 100% განაკვეთის, ვიდრე ეს გადახდის წყარო გაირკვევა, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში არანაირ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, ესე ვთქვათ, ზეწოლა ისეთ ადამიანებზე, ვინც ასეთი ტრაგედია გადაიარა. ისა თქვენ ბრძანეთ, ეს იყო დეფოლტის შემთხვევა, როცა საკრედიტო ორგანიზაციამ გამოუცხადა დეფოლტი და სასტრაფო დაფარვა მოთხოვა. ეს მართლაც არ არის სწორი, იმიტომ რომ პირიქით მეტი დრო, მეტი მოთმინება საჭირო და გარკვეული მცდელობა რესტრუქტურიზაციის რეფინანსირების თუ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ აჯობებდა რომ ამ ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაზღვეული და ის ოჯახს ასეთი დარტყმა არ მიეღო. შემდეგ პუნქტზე გადავიდეთ. შემდეგი პუნქტი გახლავთ მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალობა. დიახ. ეს ძალზე სენსიტიური თემა არის, ახალი თემა არის, ამავე დროს, როგორც თქვენ იცით, საქართველოში შეიქმნა ახალი სამსახური, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური, რომელიც ძალზე კარგი ინიციატივაა, სადაც ზოგადად სახელმწიფო და მთავრობა გამოთქვამს სურვილს, რომ ადამიანთა პიროვნული პირადი მონაცემები იყოს დაცული. დიახ. ჩვენ როგორც
ასე ვთქვათ, კერძო სექტორი გარკვეული როლი მიგვიწვის ამ საქმეში. იმიტომ რომ ჩვენ ხდება ისე რომ გვაქვს აკუმულირებული ჩვენს მომხმარებლებზე საკმაოდ დიდი ინფორმაცია. რადგან ჩვენ ვფლობთ ჩვენს მომხმარებლებზე დიდ ინფორმაციას, რომელიც ხშირად არის სენსიტიური, იმიტომ რომ შეიძლება მათ ფინანსურ მდგომარეობას ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა გვმართებს, რომ ეს ინფორმაცია იყოს დაცული და ის იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვინც და იმ შემთხვევებში, როცა ამას ითვალისწინებს კანონი. გარდა ამისა, ჩვენ არა მხოლოდ დაცვის ხარისხზე ვართ პასუხისმგებელი, არამედ ვართ იმას პასუხისმგებელი, რომ ზედმეტი ჩვენთვის არასაჭირო ინფორმაცია არ შევინახოთ. ამას შორის ამ წესების განვითარებაში და შემუშავებაში გვეხმარება ამჟამად ქვეყანაში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თუ თანამშრომლობენ ბატონო მამუკა თქვენ გითხავთ ამას თქვენი ბანკი თუ თანამშრომლობს კრედიტ ინფოსთან რა თქმა უნდა ეხლა ამ ეტაპზე პრინციპში მე მგონი არ არსებობს ორგანიზაცია რომელიც სერიოზულად ეკეთება საქმეს დაკრედიტებას და ზოგადად საფინანსო ორგანიზაციებს რომ არ მითანაშრომლობდეს. დიახ, ბატონო მამუკა, თქვენ თუ გაქვთ, როდესაც გასცემთ სესხს ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი, რომ სასხებლისგან იღებთ იმის უფლებას, რომ მის შესახებ ინფორმაცია გადასცეს კრედიტ ინფოს, იმიტომ რომ ეს ბოლო პერიოდში ძალიან სადაო საკითხი იყო. გულისხმობთ თუ ჩვენ გადავცეთ კრედიტ ინფოს უბრალოდ ეს კი რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს და ყველა ორგანიზაციას აქვს გადასცეს არა უფრო რომ გვაძლევს უფლებას რომ მოვიპოვოთ კრედიტ ინფოდან ინფორმაცია ამ კლიენტის შესახებ ეს აუცილებლობა ბუნებრივია გვაქვს იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიცით კლიენტის შესახებ ინფორმაცია შეიძლება ჩვენ შევიდეთ შეცდომაში და მივცეთ კლიენტს იმაზე უფრო მეტი ვიდრე მას ამის გადახდის საშუალება ჭარბი ვალდებულება რო არ შეიქმნას პირველ რიგში ბატონო მამუკა კიდევ იყო ასეთ პუნქტებზე საუბარი ძალიან ბევრ ბანკს აქვს ჩადებული ასეთი მუხლი ხელშეკრულებაში და სხვა შორის ხშირად მაქვს მე ნანახი როდესაც ამ კონკრეტული მომხმარებლის საკრედიტო ისტორია ფუჭდება ასე რომ ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ და ის გადაეცემა უკვე შავ სიაში, ბანკი თავიდან იცილებს ვალდებულებას, რომ ამ ადამიანის საკრედიტო ისტორიის გამოსწორების შემთხვევაში ხელახლა მიაწოდოს ინფორმაცია კრედიტ ინფოს. ჩვენ ასეთი პუნქტი ნამდვილად არ აქვს. და მე მაინტერესებს თქვენ როგორც კომიტეტის წევრს, რამდენად მართებული არის ეს პუნქტი, როდესაც იდება ხელშეკრულებაში? ეცით ასე ცალსახად პრინციპში ამაზე პასუხი ეხლა გამიჭირდება, რომ გითხრათ ეს დასაფიქრებელია. უბრალოდ მე ჩემი პირადი აზრია, რომ ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ გარკვეულ ეტაპზე შეიძლება შეექმნას რაიმე პრობლემები, ეს არანაირად არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საერთოდ შავის სიის გახდეს და ვერასდროს ვერ ამოვიდეს. არის გარკვეული პრინციპები და გარკვეული წესები, რომელიც არის ისევ და ისევ საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული. ჩვენ არავის არ ვაგზავნით შავ სიაში, ჩვენ უბრალოდ აღვწერთ ამა თუ იმ სასხებლის გადახდის ესე ვთქვათ ისტორიას და რამდენად ჩვევებს ესე ვთქვათ, რომ იხდის თუ არ იხდის და მე თვითონ სხვა ბანკმა ან სხვა ფორმა უნდა გადაწყვიტონ ეს არის მათთვის მისაღები თუ მიუღებელი ეს ყოველთვის. გასაგებია ზოგადად შავისიების არსებობა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა შექმნის და დაარსების დღიდან თუნდაც ის რომ 2010 წლიდან უკვე შეწყდა შავისიის ასე ვთქვათ ინფორმაციის გასაჯაროება რაოდენობის ალბათ იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ რიცხვს აცდა შავსიაში არსებულ ადამიანთა რაოდენობა. მე მაქვს კიდევ ასეთი კითხვა გავესაუბრე სანამ თქვენ მოგიწევდით გადაცემაში რამდენიმე მომხმარებელს მიკროსაფინანსოების, ეს მიკროსაფინანსოები არიან თქვენი ასოციაციის წევრები, რა თქმა უნდა, და ეს ადამიანები აცხადებენ, რომ არიან ამ ორგანიზაციებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებით უკმაყოფილონი, როგორც მომხმარებლები და თავდაზრალებულად მიიჩნევდნენ. ერთი ქალბატონის საკრედიტო ისტორია არის ასეთი და სხვათა შორის ორმა ადამიანმა მომაწოდა მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ ამ ერთ კონკრეტულ ქალბატონზე გავჩერდები, ბიზნესისთვის ქონდა
ჰქონდა მცირე სესხი აღებული, სესხის უზრუნველსაყოფად იყო დატვირთული ამ ქალბატონის პირადი საცხოვრებელი სახლი იპოთეკით. ამ ქალბატონმა რამდენჯერმე დააგვიანა პროცენტის შეტანა ყოველთვიურის და კრედიტოფიცერმა ამ ქალბატონს მოსთხოვა კერძო იპოთეკართან გადამისამართებულიყო და შუამავალს დააკავშირა, ანუ შუამავალს გადასცა ამ ქალბატონის კოორდინატები. რამდენად სწორია ეს? მე მესმის რომ ამას კანონი არ კრძალავს, მაგრამ რამდენად ჯდება თქვენი ეთიკის კოდექსის ნორმებში მსგავსი საქციელი? საინტერესოა, როცა ამ შემთხვევაში ხდება გადამისამართება მაღალრისკიანი სესხისა, უფრო ასე ვთქვათ, ნაკლებ პასუხისმგებლიან მხარესთან, ხო? იცით რა, ჩემი აღქმით ახლა რა თქმა უნდა, როგორც მამაკომ თქვა, ჩვენ უნდა გქონდეს დეტალები დასასრულებელი, თუ ასეთი ადამიანი ჩვენ მოგვართავს განაცხადით და შემოიტანს უფრო დეტალურ აღწერას და მე შემიძლია გითხრათ მოკლედ რა უნდა მოგწეროს და როგორ უნდა შემოიტანოს ეს, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, მოდით ამის შესახებ საუბარი გავაგრძელოთ რეკლამის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად და ბატონო მამუკა, ბატონო არჩილ, მოდით მოკლე განხილვა მოვაწყოთ ამ პრეცედენტის რამდენად სამართლიანი არის და ჯდება ეთიკის ნორმებში ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხი, რომელიც შეიძლება გახდეს პრობლემური, ან თუნდაც უკვე არის პრობლემური, მას თავიდან იშორებს კერძო იპოთეკარების ხელით და ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციას აწვდის ეგრეთ წოდებულ შუამავლებს. რამდენად სწორია ეს საქციელი? მე მესმის რომ ეს არ არის კანონდარღვევა, ამას არ არღვევს კანონი, ეს არ არის კანონდარღვევა, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ ჩვენს პრაქტიკაში არის ესეთი მანკიერი თვისება, რაც არ არის კანონდარღვევა, შეიძლება იყოს ნებადართული. რამდენად არის ეს ნებადართული თქვენი ეთიკის კოდექსით, იმიტომ რომ ზუსტად ამას ემსახურება ეთიკის კოდექსი, რომ რასაც არ გძალავს და არ არეგულირებს კანონი, უნდა დაარეგულიროს ეთიკის კოდექსმა. იცით, ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ ქალბატონო სოფიო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ის შემთხვევა, როცა კანონში არ და ვერ იქნება გაწერილი ასეთი რამ. და თქვენ წარმოგიდგენთ არც ეთიკის კოდექსში წერია, სადმე ზუსტად ასეთი რამ უბრალოდ არის ზოგადი პრინციპები, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია დავეყრდოთ და ვთქვათ, რამდენად ვთქვათ შესაბამისობაში ეს პრაქტიკა ვთქვათ პასუხისმგებლიან ქცევასთან, ხო, ორგანიზაციისა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამიხილოთ დეტალები თითოეული შემთხვევის, რომელიც თქვენ აღწერეთ, ჩვენ მოვუწოდებთ ამ ადამიანებს მიმართონ ასოციაციას და ჩვენ მოვახდენთ უფრო დეტალურ გაცნობას, რათა ვნახოთ მართლა იყო თუ არა ასეთი რამ, მაგრამ თუ მართლა დადასტურდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელმა საკუთარი პრობლემის მოგონების მიზნით იგნორა, რომ შეიძლება გაპრობლემებულიყო მისი ურთიერთობა კლიენტთან, გადასცა ის უპასუხისმგებლო მიმწოდებელთან, ხო? ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება არის, რომ ეს ასე ვთქვათ, არ ჯდება პასუხისმგებლიანი ქცევის სტანდარტში. მთელი ესე ვთქვათ, კარგი მხარე ჩვენი მექანიზმისა, რომელიც შექმნით ის სწორედ კოლეგებს შორის მოხდეს ამაზრების გაცვლა, ჩვენ ერთად ვიმსჯელოთ, ვთქვათ, ეს არის თუ არა ეთიკური, კარგი და შემდეგ შევთანხმდეთ იმას, რომ აი ეს არის მისაღები, მაგრამ ეს არ არის მისაღები, ხო? ამიტომ როცა გვექნება ეს კონკრეტული შემთხვევები, ჩვენ გვექნება საშუალება კონკრეტულ აი ესეთ მოლოდინურ თემებზე. დიახ, მე მივაწოდე ინფორმაცია, რომ შეუძლია უკვე საჩივრებით მომართოს თქვენს მიკროსაფინანსო ასოციაციას. ბატონო მამუკა, თქვენ ბრძანდებით მიკროსაფინანსო ასოციაციის ეთიკის და სოციალური ზეგავლენის კომიტეტის წევრი. ძალიან მინდა რომ გააკეთოთ მსგავსი ქმედების შეფასება, იმიტომ რომ მე თქვენ უკვე როგორც გითხარით, მე ეთერში რა თქმა უნდა არ ვაცხადებ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელს. ორმა სხვადასხვა მომხმარებელმა მითხრა ზუსტად ეს ფაქტი, რომ გაპრობლემებული სესხის საშიშროების გამო გადაამისამართეს კერძო იპოთეკართან. შეფასება მინდა თქვენ. კი ბატონო. პრინციპში აქ შეფასება ცალსახაა, რომ თუ ესეთი ფაქტი არის, ეს არ არის სწორი და ეს არ არის ეს არ ჯდება იმ ქცევის კოდექსში, ეთიკის კოდექსში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. დიახ. ერთადერთი მე მინდა რომ ურჩიო ასეთ ქალბატონს ან ნებისმიერ კლიენტს, რომელსაც ესეთი შემთხვევა აქვს, რომ პირველ რიგში მიმართოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და იყოს უფრო მომთხოვნი. არის ხოლმე ხშირად შემთხვევები, რომ უბრალოდ მხოლოდ იმას ჯერდებიან, რომ საკრედიტო ოფიცერს ან პირადად ვინც ეთქვის მხოლოდ იმას
ეყრდნობიან, ეს არ არის ესე, მათ აქვთ უფლება მოითხოვონ პასუხი ხელმძღვანელობისგან და მე დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში იმ ორგანიზაციებში, რომელსაც მე ვიცნობ და თქვათ ჩემ ორგანიზაციაში იგივე არჩილი ეს ორგანიზაციაში რომ ხელმძღვანელობა არის დაინტერესებული ასეთი საკითხების განხილვით და გადაწყვეტილების მიღებით. ვინც თუ ვინმე არ არის დაინტერესებული ამით, მე შემდგომ ბუნებრივია უკვე არსებობს გზები, რომ ეროვნული ბანკის საჭიროების განყოფილებასაც მიმართოს, ან ჩვენც მოვმართოს იმისთვის, რომ ეს განხილვა, ესე ვთქვათ, მოვახდინოთ. მე სასულიერად გეთანხმები თქვენ, იმიტომ რომ არ გამოურიცხავ და უფრო მეტი ალბათობით იქნება ეს, რომ ეს პრაქტიკა შეიძლება არ იყოს ახალისებული ხელმძღვანელების და მენეჯერების მიერ, მაგრამ რომელიღაც თანამშრომელი უბრალოდ სარგებლობს თავისი პირადი, თქვათ, პრობლემით და თავისი პირადი ხელფასის ბონუსის ინტერესით და ცდილობს რომ გაითავისუფლოს პოტენციაში პრობლემური